დანის რაიონი, მოგესალმებით, ბლანის რაიონი, მუხიანი, გდანი, ავჭალა. ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საპასუხისმგებლო გამოწვევა ჩემთვის. ისმის ჩემი ხმაინგა? კი, ისმის. ძალიან საპასუხისმგებლოა ნამდვილად და მნიშვნელოვანი გამოწვევაა და დიახაც მზად ვარ ამ ბრძოლისთვის. ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები. ვერ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები. რიგითი რაღაცა არჩევნები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება. და რატომ ვერ იქნება? იმიტომ ვერ იქნება, რომ უბრალოდ ჩვენ არ გვყავს ოპონენტი, ტოლსტორი, ანუ პოლიტიკური ოპონენტი არ არის ჩვენი მოწინააღმდეგე. ჩვენ მოწინააღმდეგე არის ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე მთელი არსებით არის ოლიგარქი. შესაბამისად, ამ ქვეყანას დაუფლებული არის მისი გარემოცვა ვიწრო წრე, რომელიც 8 წლის განმავლობაში, მე-9 წელი დაიწყო. ვინც არ უნდა მისვენდეს ეხლა და უყურებდეს თქვენ გადაცემას. დამეთანხმება გულის სიღრმეში მაინც, რომ ქვეყანა გაღარიბდა მნიშვნელოვნად მილიარდელი ადამიანის პირობებში. და გაღარიბდა იმიტომ კი არა, რომ არ ქონდა შესაძლებლობა, რომ გამდიდრებულიყავით, არ ქონდა შესაძლებლობა, რომ მაგალითად ღარიბი ადამიანი სიღარიბის მორევიდან ამოსულიყო და საშუალო კლასის ფენის წარმომადგენელი გავხდარიყო. რა თქმა უნდა, მქონდა ამის შესაძლებლობა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ვერ გამდიდრდებოდა ბატონი ფარცხალაძე. და ვერ გამდიდრდებოდა ვერც მურუსიძე, ვერც ჩინჩავაძე და ვერც ბატონი ივანიშვილი დაიწყე და დედამიწის ქერქში ძრომიას და სპილენძისა და ოქროს ამოღებას, ხო, რასაც აკეთებს წარმატებით ბოლნისის რაიონში. ხო, ამიტომ გავღარიბდით, ღარიბი გაღატაკდა ინგა, არასოდეს არ მithქვავს, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს სიღარიბე არ იყო, მაგრამ ეს სიღარიბე ეტაპობრივად მარცხდებოდა და 10 ჯერ გაიზარდა 11 გაიზარდა პენსია, 5-ჯერ ეკონომიკა, 10-ჯერ ბიუჯეტი და ეს წარმატებები, ხელშესახები იყო. რა თქმა უნდა, შეცდომების და ძილო შეცდომების ყვალდაკვალ, მაგრამ წინ მივდიოდით, წინ სახელმწიფო მოდერნიზდა. ახლა არაფერი მსგავსი არ ხდება. 800,000 ადამიანი ინგა და დაწუნებული ვარ, რამდენი მუხიანელი, რამდენი გდანელი და რამდენი ავჭალელი და არა მხოლოდ, ხო, რამდენი თბილისელი, მათ შორის საქართველოს მოქალაქე გაიქცა ქვეყნიდან მილიარდელის პირობებში, იმიტომ რომ საბჭოსაბადებელი მოეზია და ოჯახებისთვის გამოეგზავნა თანხა 200 და 300 ევროს ოდენობით. ნიკა, ანუ თქვენი მთავარი დაპირება ამ არჩევნებზე, როგორც მაჟორიტარის იქნება სწორედ აქცენტირება სოციალური ეკონომიკური პრობლემების და კიდევ ერთი, ჯერ არ დაუყენებია ქართულ ოცნებას საკუთარი კანდიდატურები, ის ალბათ გვიან დაასახელებს და არის ვარაუდი, რომ ძალიან მძიმე წონიან კანდიდატურებთან მოგიხდება ჭიდი. რა გაძლევთ ამ შემთხვევაში გამარჯვების იმედს? მე დარწმუნებული, იმიტომ მე ამჩვევია, მე ნამდვილად დარწმუნებული ვარ, მე ვიცი რა ბრძოლასაც გავმართავ და საკუთარ თავის წმენა მაქვს, ისევე როგორც სხვა ოპოზიციურ კანდიდატებსაც დარწმუნებული ვარ, არც მოტივაცია და არც ასე ვთქვათ ძალა ფიზიკური არ დააყდებათ იმისათვის, რომ გამარჯვება მოიპოვონ. იმიტომ რომ ეს არ არის გამარჯვება იმისათვის, მოსაპოვებელი გამარჯვება არ არის, ის ბრძოლა არ არის, სადაც გამარჯვება მოიპოვო, იმიტომ რომ მაჟორიტარის სტატუსით შევიდე პარლამენტში. ხო, მე პარლამენტარობა ყველა ვარიანტში ისედაც ვიქნები, მიუხედავად იმისა, რომ გამოგდებული ვარ. ხო, იქიდა და აგე სამაჯური მიკეთია, რატომაც მიკეთია დღესაც ვერ გავიგე, რატომ მიკეთია სიმართლე გითხრათ, მაგრამ იმიტომ გავიმარჯვეთ. ეს ჩვენს ვერ გავიგეთ, არა უშავს. და დიდი ხანია ამ კითხვაზე პასუხის მიღებას ვცდილობ და ვერ გავიგეთ ვერ ჩვენ ამ სამაჯურის ამბავი. არაფრის გამო, გეუბნები, სავარაუდოდ, ხო, სავარაუდოდ შენი კონკურენტი ალბათ აქ იქნება რომელიღაცა მოქმედი ქართული ოცნების დეპუტატი, ხო, ვინც ჩემს დაპატიმრებას ხელი მიაჭია და ვისი მეცადინეობითაც ეს სამაჯური ასე ვთქვათ, მიკეთი, ამაში არ არის პრობლემა, ხახნო, 800,000 ადამიანი, მილიარდერი კაცი ბიძინა ივანიშვილის პირობებში ქვეყნიდან არ უნდა გაქცეულიყო ამ 8 წლის განმავლობაში. და კონკრეტულ თქვენ კითხვას პასუხი რა გავცე, რატომ ვარ დარწმუნებული? დარწმუნებული ვარ, რა ვქნა, ამ ქალაქში დავიბადე, გავიზარდე. და ისიც ვიცოდი, რომ 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის მიმართ დობა იყო უკვე მინიმალური.
და იყო მიუღებლობა და ამას ვხედავდი და ვგრძნობდი მიუხედავად იმისა რომ ავიყავი მე მაშინ პოლიტიკაში ხო 2016 წელსაც ვხედავდი 2014 წელს ვხედავდი და ვხედავდი როდესაც მერობის კანდიდატი ვიყავი და მოწინააღმდეგე დათო ნარმანია იყო ვხედავდი რომ მიჭირდა კამპანიის ჩატარება მაგრამ მიუხედავად ამისა ეხლა შეცვლილი რეალობა გხდებათ როდესაც ადამიანები 2020 წელს 2000 ბატონო შეცვლილი რეალობა გხდება თქვა ანუ ბძანეთ რომ მიჭირდაო საარჩევნო კამპანიის ჩატარებაო და ეხლა რა რეალობა გხდება აბსოლუტურად 2020 წელს ისტორიის სწორ მხარეს გაცილებით მეტი მუხიანელი, გდანელი და ავჭალელი და არამხოლოდ საბურთალოელი ვერელიც, ვაკელიც, არ ვიცი ასე შემდეგ დადგება, ვიდრე ისტორიის არასწორ მხარეს. სამწუხაროდ ისტორიის არასწორ მხარესაც დადგება, მაგრამ მცირე იქნება გაცილებით, ვიდრე ისტორიის სწორ მხარეს მდგომი ადამიანი. იმიტომ რომ შავით თეთრზე ჩანს ყველაფერი ინგა დობის ვოტუმი არის განულებული ხელისუფლებაში ივანიშვილის დარჩენა რას ნიშნავს იცით ქალბატონო ინგა ნიშნავს რომ მურუსიძე უნდა დარჩეს 2051 წლამდე ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს რომ ჩინჩალაძე უნდა დარჩეს 2027 წლამდე და პირადი მოსამსახურე იურისტი ბატონი თადუმაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ უნდა დარჩეს არ ვიცი 2035 წლამდე ამიტომაც ვარ დარწმუნებული რომ ვერც ერთი ოპოზიციონერი და ვერც ერთი ოპოზიციური პარტია ვერ შეუქმნის ბიძინა ივანიშვილს კოალიციას საჭიროების შემთხვევაში ვერანაირად იმიტომ რომ დემოკრატიული საზოგადოებრივი ტალღა წალეკავს ნებისმიერს ვის ბიძინა ივანიშვილთან როგორც ოლიგარქთან გვერდით დადგება ამ ქვეყანას ვერ მოპარავენ ამ ქვეყნის შვილებს და შვილიშვილებს ვერ მოპარავენ მომავალს სხვა ოპოზიციურ პარტიებს ეხლა როცა ამას ამბობთ ანუ ვერავინ ვერ შეუქმნისო მასო არა ეხლა ასეთი ჩანაფიქრი არ მქონია, როდესაც ამ ფრაზას ვამბობდი, მაგრამ ახან ჩამეკითხეთ, გიპასუხებთ. ეხლა ყველაფერი გვინახავს, ხო, უახლოეს წარსულშიც გვინახავს, რომ ყოფილან 9 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის წევრები, არ ვიცი, თხემით ერფავდნენ ნაციონალები და ერთ დღეში წითელი მაისური გაუხდიათ და მე ჩაუცვიათ ქართული ოცნებებს და დღესაც არიან ქართულ ოცნებაში და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ხო? არაფერი არ უნდა გამიკვირდეს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხალხის წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა ბიძინა ივანიშვილს რეალური მოკავშირე არ ყავს, იდეური მოკავშირე არ ყავს. ბიძინა ივანიშვილს ყავს ანგარებითი ადამიანები გარშემო, იმიტომ რომ აწყობთ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში. ფულს შოულობენ, რაღაცა კორპუსებს აშენებენ, რაღაცა ბიზნესს აწარმოებენ. ვიწროწრე ოლიგარქია რა არის, ხო, ოლიგარქია არის ის მმართველობის ფორმა სადაც ვიწროწრე რომელიც არის ეკონომიკურად ძლიერი არის მართვის სადავეებთან და დანარჩენები ღარიბდებიან, გატაკდებიან და უნდათ რომ ამ რეალობას შეაგუონ, შეაჩვიონ მუხიანელებიც, გდანელებიც, ავჭალელებიც. როგორც შეგუებულები ვიყავით ჩვენ 90-იან წლებში შევარნაძის დროს, როდესაც შუქი არ იყო და გაზი არ იყო, მუხიაში და გდანში არ ამგონია ვინმე გზას კეტავდა უკვე, იმიტომ რომ ნორმათ იყო აქმული და პროზაული მოვლენა იყო. და ამ ბიძინა ივანიშვილსაც უნდა რომ შეგვაგუოს, მაგრამ ვერა, იმიტომ რომ ამ ხალხში არის ეროვნული სიამაყე. ნიკა წინასწარ გააქვთ თქვენ მოსინჯული თქვენი პოზიციები და იგივე ოპოზიციის პოზიციები როგორი არის იმ ოლქში, სადაც თქვენ უნდა იყაროთ კენჭე. ამ კითხვას გისვამთ იმიტომ რომ აქ უკვე ძალიან სერიოზული ომი იქნება. ეს არ არის ისე უბრალოდ არჩევნები, რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. ომი იქნება კრიმინალი. მე პირდაპირ გეუბნებით, მე აქ მექნება დაპირისპირება სწორედ კრიმინალებთან. ამზადებენ ვინმე კრიმინალური სამყაროდან მხარდამჭერებს თუ უბრალოდ ვარაუდობთ ამას რომ ამბობთ. ხო. კი ბატონო, ნუ კრიმინალებს როდესაც საუბრობ ეხლა კლასიკური გაგებით კრიმინალებსაც არ გულისხმობ, ანუ სუსთან კავშირში მყოფ ადამიანებს გულისხმობ. გამიგეთ, იმიტომ რომ ეს არის მათი თავარი საყრდენი, მეტი არავინ არ ყავთ რეალურად. ისეც იმიტომ რომ რაღაცა 2-3 კაპიკს რაღაცა გადაუხდიან და ამიტომ რომ იდეურად, აი მომისმინეთ, ბიძინა ივანიშვილი რატომ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში მომდენო 4 წლის განმავლობაში? რა დამსახურებით? ანუ რა ამოცანა უნდა შევასრულებინოთ მას? რაიმე პროექტები დაიწყო და იმის დასრულება სჭირდება? რაიმე წარმატებული რეფორმის გატარება დაიწყო და იმის ბოლომდე მიყვანა არის საჭირო და ამისთვის სჭირდება დამატებით 4 წელიწადი ხელისუფლებაში? რა გააკეთა ხახნო? არაფერი არ გაუკეთებია, ესე იგი
ენთუზიაზმისაგან და მოტივაციისგან დაცლილი, დაღლილი ხელისუფლება არ ყოლია ამ ქვეყანას. შევარდნაძის ხელისუფლებაც კი იყო რაღაცა უფრო დინამიური, კორუმპირებული, მაგრამ დინამიური იყო. ძინავთ თავიდან ბოლომდე და სადაც არ ძინავთ, იქ ფულს აკეთებენ უბრალოდ. ნიკა, თუ შეიძლება ორი კითხვა მინდა კიდევ რომ დავსვა თქვენთან და დაგისვამთ ამ კითხვას. პირველ რიგში მაინტერესებს ოპოზიციამ რატომ გულისხმობ ოპოზიციას, რომელიც ლეიბორისტული მაგიდის გარშემო იყავით შეკრებილი და დღეს უკვე საერთო კანდიდატურები წარადგინეთ, რატომ დატოვეთ ღია საბურთალო და დიდუბეჭუღურეთი? ვისთვის დატოვეთ ღია? შეგიძლიათ ეს პირდაპირ მითხრათ, აი ვისთვის? ანუ ხომ არ გამოდის ისე რომ ვიღაცას პოლიტიკური კეკლუცობა დაეწყო, არ უნდა ყოფილ ხელისუფლებასთან ფლირტი, პოლიტიკური ფლირტი დააბრალონ და ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება თქვენმა შემადგენლობა რომ მოდი ღიად დავტოვებთ. ვის დაუტოვეთ ეს ორი ოლქი? ბატონო, გიპასუხებთ ჯერეთიც. დაწუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანი, ვისაც გულწრფელად სურს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, ჩადგება იმ ფერხულში, სადაც ქართველი ხალხი ჩადგა დიდი ნაწილი და კიდევ დამატებით ნაწილი ჩადგება და ერთად ვიზეიმებთ ჩვენ გამარჯვებას ყველა ოლქში, თბილისისა, მე ამის მჯერა და არა მხოლოდ თბილისისა. აბსოლუტურ უმრავლესობა ოლქებს ჩვენ მოვიგებთ. რაც შეეხება ახლა კეკლუცობას, იცით მე ბავშვური ემოცია მახსოვს დაახლოებით 10-11 წლის ვიყავი და მახსოვს დასასვენებლად ვიყავი ზუგდიდში ბიძაჩემთან და ბიცოლაჩემთან და ბიძაშვილებთან ჩასული, როდესაც მეგონა რომ ზუგდიდში დაგაყენებდნენ, გულწრფელად უნდა გეთხრათ. ვიდეო კადრებს უყურე, როდესაც ჟიული შარტავა ყურმილით ხელში დგას და ლოთი ქობალიას ესაუბრება და თხოვნა იყო რომ გადადებულიყო გვერდზე გაუგებრობა და ერთად დამდგარიყვნენ და რამდენიმე დღეში გახსოვთ თქვენ სოხუმი დაეცა. რატო როგორ არ შედგა ის ერთობა, ხო? ამის ასე თქვა წიაღსვლა ეხა არ დავიწყო და იქ არ შევიდეთ, მაგრამ ხომ ფაქტია რომ ის ერთობა ვერ შედგა. და ის ერთობა რო შემდგარიყო, ძალიან დიდი ალბათობით სოხუმი დღეს ჩვენი იქნებოდა. დიდი ალბათობით სოხუმი დღეს ჩვენი იქნებოდა. და ერთადერთი პრეცედენტი შედგა, მე მახსოვს მეგობრებისგან, უფროსი მეგობრებისგან, როდესაც მაშინდება დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს სოხუმის დაცემამდე 2 თუ 3 თვით ადრე და რუსებს კუდით ხო ასროლინეს, რუს სამხედროებს, რომლებაც ჩამოსხეს ოჩამჩირესთან დესანტი. აი ერთობა მის გააკეთა. ამ გადმოსახედიდან მოდი ძალიან ცოტა დამოთა ამ გადმოსახედიდან. ახლა ვინდეს ის დეტალები აინტერესებდა, ვინ რატომ არ დათანხმდა, ვინ უფრო მორალურად მართალი იყო? გასაგები იყო. ამას არ გეკითხებით, მე გკითხეთ ვისთვის დატოვეთ თქო, ვისთვის დატოვეთ? მე გეუბნებით, არა, კეკლუცობაზე გამახსენდა. ამიტომ ეს არის ისტორიული გამოწვევის არჩევნები, ინგა. ისტორიული, ყველანაირი წყენა უნდა გადადოთ, როდესაც არის მტერი საერთო. და ეს მტერი არის ჩვენი შვილები, ჩემი შვილის, სანდრო მელიეს მტერია. ბოლო დრო ძალიან ხშირად ვასწავლე, არ შეამოვეს, მართლა იმის მტერია, არ მინდა. ეხლა მამა ჩემს, ხო, 72 წლის კაცია, ხო, უთქვა ჩვენთვის, რომ ჩემი საბრძოლველი წილი შენ უნდა იბრძოლო, ასე გამოვიდაო. არ მინდა მე მათ არ შეამოვნებს ნევრების გლეჯად სიცოცხლის წლები გვაკდება ამ ნევრულობაში არ მინდა რომ აი ჩემმა შვილმა აგერ ბავშვები უამრავი არიან ეხლა ჩვენ პირდაპირ ჩართვას უყურებენ ეხლა მუხიანში ვარ ხო არ მინდა ამ ბავშვებმა ჩვენი საბრძოლი წილი ასე თქო იბრძოლონ ჩვენ დავამთავროთ ეს ბრძოლა ერთხელ და სამუდამოდ რა დროს ურთიერთქიშმობაა როდესაც არასუვერენული ხელისუფალი ყავს მათთვის სადავეებთან ადამიანი რომელიც არ არის ყველა უბედურებასთან ერთად არ არის დამოუკიდებელი და ჩვენ მტრულად გაწყობილი სახელმწიფოს ასე თქო დიდწილად დავალებებს ასრულებს ხოლმე მორჩა გათავდა ეს რეალობა გვაქვს და ვის შემოუნახეთ ღირსეულ კანდიდატებს ანუ სხვა პოლიტიკური ჯგუფებისთვის შემოინახეთ თუ თქვენვე დაასახელებთ ამ ორ ოლქშიც ეს მიპასუხეთ და დაგემშვიდობებით ელენე ხოშტარია გველოდება უკვე სტუდიაში ჩემი სურვილია რომ ეს ოლქი ორი ოლქი იქნეს დაკომპლექტებული ძალიან ერთი ძლიერი კანდიდატებით და მეორე იყოს წარმოდგენილი სხვა საზოგადოებრივი ან პოლიტიკური
ჯგუფის მიერ. მაგალითად ლელო, რომელიც აქამდე იჯდა თქვენს მაგიდასთან და დღეს უკვე აღარ მჯდარა. შეიძლება მათთვის ვიგულისხმოთ რომ დატოვეთ ღია. არა, ლელოს თავიდანვე ქონდა გაცხადებული, ლელოს თავიდანვე ქონდა. არა, მესმის, მაგრამ შეიძლება თქო რომ ვიგულისხმოთ რომ მათთვის დატოვეთ. მე რომ ვიყო, ეხლა ლელოს ადგილზე გუცხმოვად გეტყვით, ეხლა არ ეწყინებათ აბსოლუტურად არაკონფრონტაციულად. აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას. აქეთ ყურადღება კი არ მოვიყვანე ის მაგალითი, ინგა საუბარი ხო 90-იანი წლების და ის ტრაგედია ამსახველი ეპიზოდი ხო რა დროს რაიმე სახით კიშკობა არის ოპოზიციურ ველზე ხო ბრძოლა იქნება ველზე ბრძოლა იქნება არ ვიცი ბიძინა ივანიშვილის წიაღში გამდიდრებულ ადამიანებთან აი აქ მუხიანში გდანში და ავჭალაში მადლობა აი ესეთი ბრძოლა იქნება და რა გაითიშა თუ არ ვწდები ბოდიშ სუხტით ნიკა მელიას უხერხულია უბრალოდ აი ამ დაუსრულებელი სიტყვით გათიშვა თუ არის საშუალება დავასრულებინოთ თუ არ არის პროდიუსერს თხოვ მითხრას და გადავალ ჩემ შემდეგ სტუმართან არ მესმის თუ შეიძლება კარგით მივესალმები ელინე ხოშტარიას ძალიან დიდი მადლობა